გამარჯობა. გამარჯობა. ახლა მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩართვა გავაკეთო დღესდღეობით ძალიან მწვავე და სერიოზულ თემაზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის შესაძლო გაუქმების საკითხი. მე ვარ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მე ვამაყობ, რომ ვარ თესეუს ივანე ჯავახიშვილის სახელობის კურსდამთავრებული. არ ვიტყვი ბევრს იმაზე, სწორედ როგორც პატიოსან და წესიერ ადამიანს ბევრჯერ მithქვამს რა არ მომწონდა, ბევრი რამე არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება საერთაშორისო დონის იყოს და მისი ტოლფასი იყოს, მაგრამ ახლა ჩვენ ამაზე ვერ შევჩერდებით, იმიტომ რომ უფრო სერიოზული ეროვნული საკითხია ჩვენს წინაშე. რამდენიმე წლის წინ გამოვაქვეყნე ნაშრომი, ეს ჩემი წიგნია, ქვია პირველი ნაბიჯები და ამ წიგნის არსი არის, ეს არის კვლევა, პირველი ნაბიჯები, კვლევა როგორ შეიქმნა საქართველოში სასამართლო, პირველად დამოუკიდებელ საქართველოში 1918-1921 წლებში როგორ შეიქმნა სასამართლო. ამისთვის არქივებში დავდიოდი და მოკლედ მოვიკვლიე ბევრი რამ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ საქართველოს დაბადებასთან ერთად დაიბადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გეხსოვებათ, რომ უნივერსიტეტის შექმნის იდეა ბევრად უფრო ადრე იყო. ეს ილია ჭავჭავაძესაც ჰქონდა. იყო ძალიან სერიოზული დებატები, კამათი, რისთვის უნდა ეშოვათ სახსრები, მაშინდელ ჩვენს მოაზროვნეთა წრეებს და მაშინ მე-19 საუკუნის დასასრულს გადაწყდა პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ყმები გათავისუფლდნენ, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის ცენტრშიც იგივე პროცესები მიმდინარეობდა, შექმნილი იყო საადგილმამულო ბანკი და ბანკის მართვაში მონაწილეობდა სწორედ ილია ჭავჭავაძე, მაჩაბელი და ბევრი ჩვენი ერის მამა დამფუძნებლები. და როგორც კი შეიქმნა საშუალება, უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შესაბამისმა ასევე ჩვენი ერის მოაზროვნე ცენტრმა, ადამიანებმა, რომელსაც ეკითხებოდათ ჭკუა მაშინ, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით და პეტრე მელიქიშვილის თაოსნობით, კოტე აფხაზის თაოსნობით, ეს დიდი სახელი და გვარებია, როგორც კი გამოცხადდა დამოუკიდებლობა, შექმნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მათვე ჩაიფიქრეს და ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე შეიქმნა მოგვიანებით და ცალკე. და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ახლა მე რომ ჩამოვთვალო აქ დავწერ მოგვიანებით ის ადამიანები, ის გვარები, რომლებმაც ეს იდეა შექმნეს, პირველ რიგში ეს არის ჩვენი ისტორიის, მე როგორც მეცნიერების და ქართველი ერის ისტორიის კვლევის მამა ივანე ჯავახიშვილი და მთელი ის ჯგუფი, რომელიც ჩამოვთვალე, რა ვიცი, ვინც გინდათ თქვით, რომ არ იყოს იქ და მათი უმეტესობა ან თაწმინდის სასაფლაოზეა დასაფლავებული, ან დიდუბის პანთეონში. ამ ადამიანებმა მოიფიქრეს, გაბედეს და გამოუვითეთ და მოგცეს პირველი განათლების კერა. ქართულ ენაზე, ისე როგორც ჩვენ გვინდოდა და ისე როგორც ჩვენ ქართულ ერს გვჭირდებოდა. იდეალურია ის დღეს? არა. ბევრი რამ მithქვამს ამაზე, როგორი უნდა იყოს კვლევა, როგორი უნდა იყოს დაფინანსება, როგორ უნდა უვლიდეთ პროფესორ მასწავლებლებს და ვაფინანსებდეთ, რა თქმა უნდა. მაგრამ დღეს რაც ხდება, ეს არის უნივერსიტეტის გაუქმება. ეს არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება. და იცით რა კითხვა მაქვს მე? როგორ ბედავს ჯაყო გოდულაძე, ჯაყო, აი მას ამ ქმნილებას, რომელმაც საკუთარ თავს დაარქვა საქართველოს პარლამენტის წევრი
და რომლის გვარი საერთოდ არ უნდა ვახსენებდა, მაგრამ ჯაყო რო არის, გადიდკაცებული მდაბიო გოდულაძე. ხო არც ვიცით ვინც არის, არც უნდა იცოდეთ ვინ არის, მაგრამ იმიტომ რომ ის ნული არის, ეს არის საკუთარი მეგობრების დამჭერი, იმიტომ რომ ისინი დგანან ტროტუარზე. ეს არის ადამიანი, რომელიც კარიერისთვის, გადიდკაცებული მდაბიო, კარიერისთვის ყველაფერზე ხელს მოაწერს. უნივერსიტეტი ახლიდან დახვრიტავს იმას, რა ქვია, მიხეილ ჯავახიშვილს. ახლიდან გაუშვებს იძულებოთ იმაზე, რა ქვია, საიზოლაციაში ივანე ჯავახიშვილს. ახლიდან გააკეთებს, აი ესეთი არარეობებმა მოიყარეს თავი იმ ადგილას, რასაც ქვია საქართველოს პარლამენტი. ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხი. და აი ეს ჯაყო გოდულაძე როგორ ბედავს. და მეორე კიდევ, აი ვინ არის დღევანდელი ეგრეთ წოდებული განათლების მინისტრი? ეს არის ზურაბ ადეიშვილის ყავის მომდუღებელი. რო ეძახიან, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. მოადგილე არის ადამიანი, რომელსაც აზრს ეკითხებიან. არა, ამას ჩვენ მას ვერ დავაწინაურებთ ამ დონემდე. ის არის გივი მიქანაძე, დღევანდელი განათლების მინისტრი. არის ზურაბ ადეიშვილის მარცმეტი არცნაკლები, ყავის მომდუღებელი, ხელის ბიჭი, კარების გამღები. და აი ეს პირი დააწინაურა და განათლების მინისტრად დაგვასვა. ბიძინა ივანიშვილმა. არც მეტი, არც ნაკლები. ზურაბ ადეიშვილის ყავის მომდუღებელი რო გამოდიოდა, ეკითხებოდა ალბათ, ყავა ასეთი გნებავთ თუ ისეთი ბატონო ზურაბ და ელოდებოდა კარებთან. აი ეს ხალხი იღებს დღეს გადაწყვეტილებას, რომ გააუქმოს ივანე ჯავახიშვილის, კოტე აფხაზის, პეტრე მელიქიშვილის, ნიკო კეცხოველის და სხვების ნაშრომი შექმნილი. ამასთან გვაქვს საქმე. ეს მართლა ჯაყოები ესენი არიან. მე არ ვიცი, რა თქმა უნდა, ჩემ გულთან ახლოს მიმაქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მიყვარს პირველი კორპუსი, მეორე კორპუსი, თავიდან ბოლომდე, სადაც მე გავიზარდე, ეს ჩემი სასწავლებელია. მან გაზარდა თაობები ადამიანი, მან გამოიარა ეროვნულ თავისუფლებელი მოძრაობა. მანამდეც რაც იყო შესაძლებელი საბჭოთა პირობებში იქ იქმნებოდა ცოდნა. რაც იყო შესაძლებელი. და ამის მერე იმის მაგივრად რომ გაეტანათ მსოფლიოში და რაღაცა შეექმნათ ცოდნის სახით, ამის მერე ქართულ მოძნებამ დღეს გადაწყვეტა, იმიტომ რომ ხალხო მაგათ ეშინიათ, იცით რა არის? ცოტა აი ხა ჯაყოები რომ მართავენ ჩვენს ქვეყანას, ბუნებრივია მათ ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებული რაღაცა შენიშვნების გარდა დიდად ბევრი რამე არ ეციან. მაგრამ ეს პრობლემაც არის. იმიტომ რომ მათ არ აქვთ წაკითხული მაგალითად კლასიკური ლიტერატურა. ალბათ ახლა შექსპირი რო უხსენოს ვიღაცამ შეხვედრაზე ბატონ ჯაყო გოდულაძეს, ალბათ წნევა აუწევს. ხო, არის ის, მე მგონი ეს ვიღაცა გონია, ვიღაცის მეცახელია ალბათ, ხო, უბნის ბიჭის შექსპირა ალბათ. არადა ფანტასტიკური ნაშრომი აქვს ვილიამ შექსპირს, აი მრავალი ასეული წლის, ამ იდეაზე რა ემართება ხელისუფალს, როდესაც მას აქვს პარანოიული შიში. რას ხედავს და როგორ ნელ-ნელა თავადვე იღუპავს თავს. ხო? ამაზე არის მაკბეტი, მშვენიერი პიესა, ყველას გირჩევთ თავად წაიკითხოთ, იდგმევა კიდე ხშირად იდგმევა თეატრებში. ასევე გთხოვთ შეიძლება მოკლეში ნაარსიც ნახოთ. სწორედ იქ არის ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი მაკბეტი და მისი მეუღლე მათ როგორ ელანდებათ, რომ ვიღაცა ძალაუფლებას ართმევთ და ნელ-ნელა საკუთარი პარანოია, ეს შიში როგორ დაღუპავთ. ეს არის შექსპირი, ეს არის კლასიკა. ეს ახლა ვიღაცა პოლიტიკოსმა კი არ დაწერა და აქტივისტმა საკნიდან ის დაიწერა ბევრი ასეული წლის წინ და დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია. მაგრამ ვის გააგებინებ ამას ეხლა იმ ხალხში, რომელიც ამ ქვეყანას მართავს? ძალიან ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ საქმე გვაქვს მართლაც აი რაღაცა ხელოვნურ ინტელექტში ამოკითხურ ნაბიჯებთან, რომლის საფუძველი არის მძიმე ემოციური მდგომარეობა.
ხალხი, რომელიც ვამბობთ წელიწადზე მეტია, კი არა და 20-23 წლის წინ, 23 წლის წინ შემდეგ, როდესაც გამოსვლები იყო, რომ მშვიდობით, არაძალადობრივად, მხოლოდ მშვიდობით შეიცვლება. ხო, რამდენი გამოსვლა იყო, რამდენი და მარტო ერთი და იგივეს ამბობს ეს ხალხი და ვამბობთ ამათ წინააღმდეგ იღებენ კანონებს, რაც ითვალისწინებს ტროტუარზე მდგომი ადამიანის დამწყდებას დილეგში. მართლა რა უნდა ვთქვათ ახლა, მაგბეტი არ არის, აბა რა არის ეს. მაგრამ ეხლა ისიც მინდა გითხრათ, რომ მე ვისაც მიგაჩნიათ მნიშვნელოვანი ამ თემაზე ჩაერთოთ განათლების საკითხზე, იმაზე რომ თესეუს აგერ თვალსა და ხელშუა გვიუქმებენ იმას, რაც შექმნა ივანე ჯავახიშვილმა, გთხოვთ მომწერეთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ გაჩერება, რა თქმა უნდა არ შეიძლება, რა გონიათ ახლა ეს ადვილია, ესაც აპირებენ. ერთი, ესე იგი რა გამახსენდა ხალხო, კანონი რომ მიიღო ძაღლებზე და ალიკაპზე, კალაძემ ხო გახსოვთ, ალიკაპიო უნდა გაუცილებლად გაუკეთოთ თქვენ ძაღლებსო, ასრულდა ეს კანონი, არ აღსრულდა ხალხო, იმიტომ რომ აღსრულების უნარი არ აქვს, აღსრულების უნარი რო კონდეს ამ ხელისუფლებას, ესეთ დღეში კი არ იქნებოდა ეს ქვეყანა, არ იქნებოდა. მე ხვდებით, ალიკაპის კანონი მიიღეს და მაინც არაფერი არ შეცვლილა. ეხლა თქვენ რა გონიათ, რომ ესენი ადგებიან ორ უზარმაზარ დაწესებულებას გააუქმებენ ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობას, რომლის ფრჩხილის მტვერზე აზრიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ჯაყო კორუმპირებული და გაზულუქებული პრადოთი მოსიარულე, ხო? რომ ესენი ადგებიან და ამას ასე ჯადოსნური ჯოხით გააკეთებს ვინმე? არ არსებობს ეგ ამბავი. ამის გამოცდილებაც არის ამ ქვეყანაში სხვათა შორის და მათი мотиваციისაც მესმის, ანუ ეჩვენებათ, რომ იქ სადღაც დაბუდებული არის რაღაცა კერები ადამიანების, რომლებიც რაღაცას აპირებენ, ეს რთული მდგომარეობაა ძალიან რთული მდგომარეობაა. და ეხლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოზე. სად გაქრა საკონსტიტუციო სასამართლო? ხალხო, ყველა ამ კანონთან დაკავშირებით უნდა იყოს სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოსი, უნდა იყოს მსჯელობა, კარგი, პასუხისგებლობა მათ უნდა აიღონ იმაზე, რა დიქტატურაშიც ვცხოვრობთ, რა დილეგშიც გვიპირებენ გაშვებას. და იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ ნიშნავს ეშინიათ, არ უნდათ მათ ამაზე ხელის მოწერა, რაც ხდება, იმალებიან, საკუთარ ჩრდილებს ემალებიან და ჩემო კარგო ხარ, ესე არ გამოვა. გინდათ მაღალი ხელფასები. ამას წინათ თქვენს მაია სანდუსო, მოლდოვის პრეზიდენტსო, რაღაცებს აგინებენ და აკრიტიკებენ. იცით, რომ მაია სანდუს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს ევროპაში. მისი თვიური ხელფასი არის 1000 ევრო. მაშინ, როდესაც ჩვენი ჯაყო პარლამენტარების ხელფასები არის 13 და 14,000 ლარი. 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი, ვიდრე ქალისა, რომელიც შუბლს უშვერს რუსეთს. ხვდებით თქვენ? ანუ ამ ქალზე ქილიკობენ ესენი, ეს გაზულუქებულები ადამიანები, რომლებიც ბავშვებს პარავენ ფაფის ფულს და ჩვენ გვპარავენ სასტრაფო მანქანების ფულს. ეხლა რაღაცაც მინდა გითხრათ, თქვენ წარმოგიდგენიათ ნორმალურ ქვეყანაში საჯარო მოხელეს რო ეუნებიან 9 მილიონი კირავ მოიტანეო და კარგიო რო იძახის. თავიდანვე აქ არ უნდა დაისვეს კითხვას რა ხდება? საიდან საჯარო მოხელეს გადადებული 9 მილიონი? ჯერ ეს ერთი რო თხოვენ, იმიტომ რომ იციან რო აქვს და მერე კიდე ეს რო ამბობს მოვიტანო. ხვდებით თქვენ რა იმაში ვართ, რა ჭაობშია ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე სასტრაფოების ამას წინათ რო ვიყავი სვანეთში. იცით ჭუბერელებმა რა მითხრეს, იცით? სასტრაფო გვინდაო. ხვდებით ჩვენ რა ეტაპზე ვარ და რა დონეზე ვართ, ჩვენ ხალხს ჭირდება სასტრაფო მანქანები. ბარბაროსობაში ვართ ჩვენ. და ამ პირობებში კიდე გადაწყვეტეს იმის მაგივრად, რომ ფეხზე წამოაყენონ, იმის მაგივრად, რომ ლექტორებს გადაუხადონ წესიერად, იმის მაგივრად, რომ ბავშვებს მისცენ მასალები, ნორმალური ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნან, იმის მაგივრად, რომ რაღაცა დაქოქონ, ჩაასყან და გავარდენ წინ. ხო, მალაიზიის უნივერსიტეტს იცით, მე ხო ვასწავლე ხა მთელ მსოფლიოში და გეტყვით მაგალითად
განვითარებადი ქვეყანა იყო მალაიზია და აღარ არის. მალაის უნივერსიტეტი, დედაქალაქის უნივერსიტეტი 200 უნივერსიტეტში შედის მსოფლიოში. ისე წავიდნენ წინ კვლევებით, ჩადებული ფულით, მეცნიერებით და მუშაობით. მალაიზიის უნივერსიტეტი და მე მინდა გითხრათ, სულ 30 წლის წინ საქართველოდან ჩადიოდნენ მალაიზიაში, ინდონეზიაში, ალჟირში, აფრიკაში და ასწავლიდნენ იქ აი ამ ხალხს, რომელმაც დღეს გაგვისწრო 20 ნაბიჯით. და ჩვენ თბილისის სახელმწიფო ჩვენი სასიკადულო უნივერსიტეტი ძალიან რთულ მდგომარეობაშია მაჩვენებლებით. ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მაგრამ არ ეშველა, არ დაადგა, არავის არ უნდა ჯაყოებს განათლება ხალხო. მთელი არსი ჯაყოს ხიზნებისა ხო ეს არის, რომ აქეთ განათლებული, დახვეწილი ადამიანია და ეს ჯაყო იბოღმება. რომ ეს როგორ არის, უნდა წაართვას ყველაფერი და გაანადგუროს ჩქარა. ხო? ამაშია ჯაყოობის არსი. მაგრამ თეიმურაზ ერისთავისგან განსხვავებით, ჩვენ უკბილო, უნიათო და უხერხემლოები არ უნდა ვიყოთ. ასე არის, მაგაზია დაწერილი. ეს გენიალური ნაწარმოები, რომ მეორე მხარეს მას არ დახვდა ხერხემლიანი, მყარი, სერიოზული მორალისა და მებრძოლი ადამიანი, რომლებიც ჩვენ ყავდა, მაგრამ სპეციალურად არის ეს გამოყვანილი, რა თქმა უნდა, ამ ნაწარმოებში. ამიტომ ჩვენ შესაბამისად უნდა დავხვდეთ ჯაყოს, კოლექტიური ჯაყოს. ბატონი ჯაყო გოდულაძის, ზურაბ ბადეიშვილის ყავის მომტანი გივი მიქანაძის აი ამ გამოწვევას. ამის თქვა მინდოდა, აბა ყველას მოიწერეთ, ხაზე ვარ, ჩემო საყვარელ ხალხო, მივხედოთ ამ საქმეს, ვისაც გაინტერესებთ დროებით.